მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ სტრატეგიულად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ვეცდებით უფრო კარგად გავიაზროთ თუ რა მიმდინარეობს და რა შეიძლება მოხდეს მომავალში. განსაკუთრებით დღევანდელი ჩვენი კვლევის, ასე ვთქვათ, მიზანი არის გავარკვიოთ თურქეთის და სუნიტური ქვეყნების სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში შერჩეული, რადგანაც იკვეთება აშკარად, რომ განსაკუთრებული პოზიციონირება გააჩნიათ. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო არის სწორედ თურქეთის პოზიციები, რომელიც პარალელურად და გახსოვთ ამაზე გვისაუბრია წინა ანალიზების დროს, აგრძელებს პაკისტანთან ურთიერთობების დაახლოებას. განსაკუთრებით ეს აღსანიშნავი არის იმის ფონზე, რომ შეერთებული შტატების 2026 წლის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2 დღის წინ გავაანალიზეთ და არის ხელმისაწვდომი არხზე, ვხედავთ, რომ პაკისტანი არის შეერთებული შტატების საფრთხეების, ანუ იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე. რეალურად ეს ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და პაკისტანი. სულ 5 ქვეყანა არის ნახსენები ამ დოკუმენტში. და იმ კონკრეტულ ჭრილში ასევე თურქეთიც არის ნახსენები, ოღონდ ამ 5-თან ერთად არა, ცალკე, როგორც პოტენციურად მისმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ან კონფლიქტები. და ეს არის კიდევ უფრო საინტერესო იმ კონტექსტში, რომ დავინახოთ რა ხდება და იგივე ირანის მიმართ რა პოლიტიკა გააჩნია თურქეთს. ის რომ ჩვენ ეს უნდა გვაინტერესებდეს, რომ საქართველოსთან კავშირშია, ეს არის ბუნებრივი, ეს არის ძალიან ლოგიკური, ჩვენ დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მეზობლები ვართ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, და კავკასიის რეგიონი, რა თქმა უნდა, ცალკე აი ამ პროცესებისგან არ რჩება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ირანის მიმართულებით განვითარებებს, რა თქმა უნდა, შევეხებით, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ირანი, როგორც შიიტური ქვეყანა, რა თქმა უნდა, ცდილობს საკუთარი გავლენის გაზრდას ისლამურ სამყაროში, სწორედ ისრაელის წინააღმდეგ ამ პოზიციონირებით. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტორი, რომ თურქეთი, ასე ვთქვათ, რიტორიკას არ იშურებს, სწორედ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება აქტიურად აკრიტიკოს კონკრეტულად ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლება აკრიტიკებს ისრაელს, მაგას გულისხმობ და არ იშურებს ძალისხმევას, ხშირად აკრიტიკებს, სხვადასხვა ტიპის განცხადებებიც კეთდება ამაზე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ თქვენთან, მათ შორის ვისაუბრია იმაზე, რომ დაძაბულობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, დაძაბულობა სირიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აი მაგალითად 2 დღის წინ იყო ასეთი ბრძოლა, კონკრეტული დარტყმები, მაგალითად სირიის მიმართულებით. ეს შეუმჩნეველი დარჩა იმის ფონზე, რაც ახლა ხდება ირანის კონტექსტში, მაგრამ ამ ომის ნაწილია. სანამ ყველას ყურადღება არის გადართული ირანზე, შარაას ხელისუფლება, ანუ სირიის ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც იცით რომ არის თურქეთის წარმომადგენელი პროქსი, გავლენის ქვეშ მყოფი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, და ატარებს მკვეთრ პოლიტიკას, სუნიტურ, რომელიც ალავიტურ შიიტურიდან პროირანული ასადიდან სწორედ პროთურქულზე გადავიდა შარაას მეშვეობით. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ქურთების საკითხის მოგვარების შემდეგ და გახსოვთ ამაზე ბევრ საუბრობდით ძალიან აქტიურად, დასაწყისში სწორედ წლის და ბოლო კვირების განმავლობაში სანამ ომი დაიწყებოდა, ესე იგი ირანში. გახსოვთ, რომ ქურთების საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ დრუზების საკითხი იყო დღის წესრიგში. ხო და შარაამ დარტყმები მიაყენა სწორედ დრუზების მიმართულებით, ეცადა იქ იერეშის განხორციელება და ისრაელმა აღკვეთა ეს დარტყმები მიაყენა სწორედ აი ამ ძალებზე და გააფრთხილა შარაა მისი ხელისუფლება, რომ შეწყვიტონ ეს ძალისხმევა და რომ ისრაელი არ დაუშვებს დრუზების საკითხის მოგვარებას აი ასეთ მდგომარეობაში, რომელიც იცით ხედავთ როგორ არის დაძაბული. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დროის აი ამ ფაქტორის გათვალისწინებით და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით
შარა ცდილობს და თურქეთი ცდილობს სირიაში საკუთარი გავლენების მაქსიმალურად გავრცელებას. პარალელურად არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარაას ხელისუფლება, რომელიც როგორც გითხარით უკვე სუნიტურია, ლიბანის საზღვართან ჯარები აქვს მობილიზირებული. და რეალურად დღის წესრიგში გარკვეულწილად შეიძლება იდგეს სამხედრო ოპერაციის წარმოება ლიბანის წინააღმდეგ შარაას მხრიდან. ლიბანს როცა ვამბობთ, ჯარს არ ვგულისხმობ. გულისხმობ სწორედ ლიბანში აი ამ ჰეზბოლას, ანუ დაჯგუფებას, რომელიც ჩვენთვის კი არის ტერორისტული, მაგრამ მათთვის არ არის, თუმცა არის შიიტური. შიიტური და სუნიტური დაპირისპირება პრაქტიკულად ჯერ ერთი ისტორიულია, მაგრამ რელიგიური ნაკლებად ეს ცალკე თემაა. მე ამას ვაფასებ სწორედ როგორც დაპირისპირებად კონკრეტულად პოლიტიკურ განზომილებაში. მუსლიმების 90% არის სწორედ სუნიტური და სუნიტური ქვეყნების საფუძველი, იდეოლოგიის საფუძველი არის ერთი მხრივ საუდის არაბეთი, საიდანაც წარმოშობით არის ისლამი, არაბული მოსახლეობა, საიდანაც წარმოშობით არიან და ეხლა 24 ქვეყანა არის არაბული, მაგრამ ეს რეალურად ეხლა საქართველოს ისტორიიდან მაინც ყველას კარგად გვახსოვს, ხო? თბილისამდე რომ იყვნენ მოსული და ჰქონდათ ოკუპირებული დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ თბილისი, შესაბამისად არაბული ექსპანსია, იმპერია იყო აქტიური პროცესი და ასე გავრცელდა ეს არაბული მათ შორის ეთნიკური მდგენელი, თუნდაც აფრიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც საერთოდ არაბებს არ უცხოვრიათ და თუნდაც ერაყის და სირიის ტერიტორიაზე არაბები, ლიბანის ტერიტორიაზე პალესტინა, რასაც ვუწოდებთ, თუნდაც ამ პალესტინელები, ყველაფერი ეს არის არაბული მოსახლეობა. ანუ ერთი მხრივ ეს არის სუნიტური არაბული მდგენელი, მეორე მდგენელი არის თურქული. თურქეთი თავად, როგორც ბოლო სახალიფო და როგორც ისლამური სახელმწიფო თავის დროზე, რომელსაც ხალიფი მართავდა, ხალიფი სწორედ სუნიტური მუსლიმების ლიდერი იყო. ამ ლოგიკაში თურქეთს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკის შედეგად ძალიან დაუახლოვდა სწორედ იმ ნარატივ, იმ ხედვას დაბრუნდა ისლამური თურქული პოლიტიკის ხედვას და ნეო-ოსმანურსაც უწოდებენ მას სჭირდება ერთი მხრივ არ სჭირდება ძლიერი ირანი. და ეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ პროდასავლური ირანიც არის პრობლემა ასეთი თურქეთისთვის. პროდასავლური ირანი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო რისკის ფაქტორი ასეთი პანისლამური პროექტისთვის ან ერთობისთვის. ეს ერთობა გამოიხატება, რაზეც გვისაუბრია თქვენთან ერთად, მათ შორის იმაში, რომ კონკრეტულად ესე იგი თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი. ამ მომენტისთვის არის უკვე საუდის არაბეთის და პაკისტანის გაერთიანება გარკვეულწილად ალიანსის საფუძველი და ამას უერთდება და ამ კონტურში ჯდება ასევე, გითხარით, იცით ეს, სწორედ თურქეთი. თურქეთს სურს გაერთიანება, არის ვერსია კიდევ, რომ ეგვიპტე გაერთიანდება ამ ჭრილში და შეერთებული შტატების მიერ აი ამ კონტექსტში, ანუ სუნიტური მუსლიმური ქვეყნების კონტექსტში პაკისტანის ხსენება როგორც საფრთხე, ანუ მოდით საფრთხე ვნახოთ, ხო, შეერთებული შტატების რომელი ქვეყნები არიან. ერთი არის ყოფილი საბჭოთა კავშირი, ანუ რუსეთი დღეს, გასაგებია ლოგიკა. მეორე არის საბჭოთა კავშირის იდეის გამგრძელებელი კომუნისტური ჩინეთი. მესამე არის საბჭოთა კავშირის და ჩინეთის პროქსი ძალა კომუნისტური ასევე ჩრდილოეთ კორეა, ანუ აი ეს სამი ქვეყანა არის კომუნისტური. ახლა რუსეთი რო დღეს გახდა კაპიტალისტური კომუნისტური ქვეყანა, თავისი არსით არაფერი შეცვლილა რეალურად. შეიძლება ლენინის კულტი შეიცვალა, მაგრამ შინაარსობრივად რუსეთი შორს არ წასულა საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირის კიდე ბევრ სფეროში უპირატესობა ჰქონდა მაინც რუსეთს ეგეც არა აქვს, მათ შორის ტექნოლოგიურ განვითარებაში, ეკონომიკის გარკვეულ სტრუქტურაში და ასე შემდეგ. მაგრამ მაგასაც რო შევეშვათ, ანუ ეს სამი ქვეყანა არის ერთი ბირთვი და ორი დანარჩენი არის ისლამური ქვეყანა. მათ შორის გეტყვით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. ირანი არის შიიტური
ანუ ეს არის 10% მუსლიმების, პაკისტანი არის სუნიტური 90% 100-დან მუსლიმების. და პაკისტანს გააჩნია ბირთვული იარაღი. ერთადერთი სახელმწიფოა ისლამური, რომელსაც გააჩნია ბირთვული იარაღი საკუთარი. თურქეთის ტერიტორიაზე როცა იყო, ეხლა რამდენად არის არ ვიცით, დიდი ალბათობით არა, ინჯერლიკიდან თავის დროზე გატანაზე იყო საუბარი საბერძნეთში, მაგრამ ეს იყო ამერიკული რეალურად და მაინც არ იყო თურქული და თურქული კონტროლის ქვეშ. პაკისტანის შემთხვევაში კი გამონაკლისია. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების მიერ საკუთარ დოქტრინაში ამის ხსენება, ეს არის ღია მდგენელი და გზავნილი იმისა, რომ თან პაკისტანის მოკავშირე ვინ არის? საუდის არაბეთი უკვე იურიდიულად ვისაუბრეთ თქვენთან ერთად ამაზე. შესაბამისად უკვე ხვდებით, რომ პაკისტან, საუდის არაბეთს, თურქეთის გაერთიანებას აქვს გარკვეული გეოპოლიტიკური კონტური. და მოდით ახლა ვისაუბროთ, რა კონტური აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ირანთან, რას აპირებენ და საერთოდ როგორ აპირებენ, ასე ვთქვათ, საკუთარი გავლენების გავრცელებას და ისრაელი რა შუაშია, ანუ რა პოლიტიკა გააჩნიათ ისრაელის მიმართულებით. თან ხედვა როგორია, იმიტომ რომ გეგმა არის კონკრეტული თურქეთის მიერ და ამაზე ახლა დეტალურად ვისაუბრებთ. სანამ გადავალთ ამაზე, ძვირფასო მაყურებლებო, პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ და მოგიწოდოთ, რომ ხარი დაუჭიროთ აი ამ ვიდეოს ანალიზის გავრცელებას, არხის განვითარებას თქვენი მოწონებით, ანუ დალაიქებით, კომენტარის დაწერით, არხის გამოწერით, ასევე შეგიძლიათ YouTube-ზე გაწევრიანდეთ არხზე და მიიღოთ დამატებითი ანალიტიკური მასალა, ხოლო თუ YouTube-ზე ეს ფუნქცია თქვენთვის, თქვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ სხვადასხვა აუდიტორია უყურებს ამას, ხო ხელმისაწვდომი არ არის, ზუსტად იგივე ფუნქციები, ზუსტად იგივე ვიდეოები არის ხელმისაწვდომი Patreon-ის მეშვეობით არხის აღწერაში და პირველ კომენტარში და ამ მეთოდით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ანალიტიკური მასალა და უფრო მეტი უკეთესი წარმოდგენა მიმდინარე მოვლენებზე. დიდი მადლობა, ვუბრუნდებით თემას და აქ დავიწყოთ იმით, რომ სამხედრო კომპონენტი შევაფასოთ. პირველი, დღეს მთავარი მდგენელი სამხედრო ბირთვული იარაღის გარდა, რასაც ახლა ვსაუბრობდით, არის რა თქმა უნდა სააერო თავდაცვის სისტემები. ნახეთ, ირანის ტერიტორიაზე ძირითადი გამოცდილება, ძირითადი ტესტი პროცესების უკავშირდებოდა სწორედ სააერო თავდაცვის სისტემას. მანამდე იყო რუსული 12-დღიანი ომის დროს. ეხლა კონკრეტულად არის და ამას ჩვენ ნაცვლად ვხედავთ თქვენთან ერთად, ეს არის ჩინური სააერო თავდაცვის სისტემები. და ტესტი ვერ გაიარა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეფექტურობა რუსულის და ეხლა უკვე ჩინურის არ არის. არის კიდე ინდური სააერო თავდაცვის სისტემები. ჩვენს რეგიონში რეალურად უნდა ვთქვათ, ესეც საინტერესოა თქვენთვის ალბათ. აზერბაიჯანს აქვს ებრაული სააერო თავდაცვის სისტემები და ასევე ჩინური ნაყიდი. რუსულიც ალბათ ძველი. სომხეთს აქვს ასევე ალბათ რუსული ძველი, მაგრამ თანამედროვე უკვე ინდური და მსუბუქი ფრანგული. საინტერესო ის არის, რომ ამ ქვეყნების გარდა ცხადია საუკეთესო სააერო თავდაცვის სისტემები არის ამერიკული და ებრაული და რა თქმა უნდა ასევე ფრანგული, ბრიტანული, გერმანული სააერო თავდაცვის სისტემებიც არსებობს. საკმაოდ კარგი. სააერო თავდაცვის სისტემაში არის პრობლემა. ირანის პრობლემა ძმად არის. არ გააჩნია ეს სააერო თავდაცვის სისტემა. ეფექტური მით უმეტეს. მეორე მხრივ პრობლემა ასევე არის კონკრეტულად სხვა ქვეყნების, მათ შორის თურქეთის. და აქ უნდა ვთქვათ, რომ საუდის არაბეთი, პაკისტანიც ამას ვერ ახორციელებენ, ანუ ვერ ქმნიან საკუთარ სამხედრო მრეწველობას და აქ ბატონი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მისი ნეო-ოსმანური პოლიტიკით ჩდება და საკმაოდ აქტიურად დებს ინვესტიციებს, მათი სამხედრო ბიუჯეტი წლიური არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი, რაც ამერიკასთან არც ვადარებთ, ცხადია და ვერ შევადარებთ. ტრილიონი არის ამერიკის ბიუჯეტი და ტრილიონი ნახევარი იქნება გაისად, სავარაუდოდ. გეგმა არის ეგეთი. მაგრამ თან თურქეთის ბიუჯეტი ახლა გაიზარდა, მანამდე უფრო მცირე იყო ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ თურქეთის ეს 25 მილიარდიც არის, ასე ვთქვათ, სწორად ინვესტირებული მათ შორის საკუთარ სამხედრო მრეწველობაში. და ეს მრეწველობა იზრდება და იზრდება ძვირფასო მაყურებლებო და თურქეთი აქტიურად ცდილობს იცით დრონების ჩამოყალიბებას, მეხუთე თაობის თვითმფრინავის შექმნას, დრონების
ავიამზიდი შექმნა, ასეთი სპეციალური ანადოლუ ქვია, საკმაოდ წარმატებით, მოკლედ და სხვადასხვა მაღალი ტექნოლოგიები, ხო ეს არ არის მარტო ბაირაქტარის ტიპის დრონები, სხვა დრონებიც, თან დრონებში როცა ვამბობ, მაინც და მაინც უპილოტო საფრენ აპარატებს არ გულისხმობ, უფრო ფართოდ ავტონომიური მმართველობის ქვეშ ყოფი ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული, ასე ვთქვათ, სამხედრო სისტემები ძალიან აქტიურად აქვს თურქეთს. და ასევე თურქეთის სერიოზულ ინვესტიციებს დევს, რასაც თვითონ ამბობენ, ყვიდრი, ანუ ადგილობრივი, მოკლედ, საერო თავდაცვის სისტემაში. ამ ყველაფერში დაინტერესებული არის საუდის არაბეთი ახლა და პაკისტანი. პაკისტანთან ერთად, აი როცა იყო პაკისტან-ინდოეთის ომი, უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა პაკისტანს. ჯერ წვირთები გააგზავნა ავიამზიდი, აი ეს რაც გითხარით ახლა, დრონების ავიამზიდია, მაგრამ მაინც ეფექტურია, გააგზავნა იქეთკენ სომალი, სადაც ვისაუბრია ამაზე, გახადა სომალი გარკვეულწილად წერტილად, რომელიც აკავშირებს მათ შორის პაკისტანს და თურქეთს. და ესეც არის მნიშვნელოვანი მდგენელი, მაგრამ ამარაგებდა, რა თქმა უნდა, პაკისტანს მათ შორის ომის დროს ინდოეთთან და ასე შემდეგ. თუმცა საინტერესო არის სხვა ფაქტორი განსაკუთრებით, რომ ასევე არის თანამშრომლობა პაკისტანის ბირთვული კომპონენტის ფარგლებში. თუ ეს შეთანხმება საუდის არაბეთს მოიცავს, აი რაზეც ადრეც ვისაუბრია, არხზე არის ეს ვიდეო და ბირთვული იარაღის ქოლგის გავრცელებას გულისხმობს, თუმცა ეს ბუნდოვანია, როგორ მაგალითად აგერ ირანის დარტყმების შედეგად პაკისტანის განცხადება ყოფილა მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ეს კითხვებს ბადებს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თურქეთსაც უნდა აი ამ ბირთვული ქოლგის ქვეშ ინტეგრაცია. მეორე მხრივ თურქეთი ხედავთ, რომ საუდის არაბეთთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო მიმართულებით და აი მიზეზი, რატომ ბევრს დაგაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ, პრაგმატული მიზეზი არის. რატომ? საუდის არაბეთს საკუთარი შეიარაღების განვითარება ძალიან შეზღუდული აქვს. ამერიკული აქვს ბევრი, ძლიერი, მაგრამ საუბრობთ რაზე? პოტენციურ კონფლიქტზე ისრაელთან. ანუ რომ სუნიტური ქვეყნების პრიორიტეტი ერთი მხრივ არის ირანი, რომელიც მათთვის არის კონკურენტი, თუ ირანი გაიმარჯვებს თეორიულად, ეს ვერ მოხდება, მაგრამ აი თეორიაში ისრაელის მიმართულებით საკუთარ პოლიტიკაში, ანუ პალესტინულ საკითხში ისრაელის განადგურების გეგმები რომ აქვთ და ასე შემდეგ, ირანი გახდება ისლამური სამყაროს ცენტრი, ახლო აღმოსავლეთის ცენტრი და შიიტური რელიგია გახდება შიიტური განშტოება ისლამური რელიგიის, სწორად რომ ვთქვათ, გახდება დომინანტი. მათ შორის ახლა მათი იდეოლოგია გულისხმობს იმას, რომ უნდა ესე იგი მექა და მედინა, ანუ წმინდა ქალაქები, ცენტრი ისლამის და ასე შემდეგ დაიკავონ. გაათავისუფლონ მათ შორის. გააჩნია როგორ შეხედავ. ანუ შიიტური ისლამი უბრალოდ უყურებს იმას, რომ ეს მცდარი გზა არის სუნიტური და თვითონ არიან სწორ გზაზე. შესაბამისად, სუნიტური ქვეყნებისთვის ეს არის სერიოზული პრობლემა. თუ პროგრამა, თუ პროცესი გადის სუნიტური გზიდან, თურქებს საერთოდ ეკარგებათ პოლიტიკური მდგენელი ისლამში, იმიტომ რომ სუნიტური ისლამი გულისხმობს მათ შორის იმას, რომ ეს ლოგიკა არ არის შთამომავლების ესე წამოსული ლოგიკა და მართველი მაგალითად თურქები რას ამბობენ, რომ შეიძლება სხვა ცივილიზაციაში დაიბადა ისლამი, არაბულ ცივილიზაციაში, მაგრამ გავრცელდა შემდგომ და თურქებმა თავისი როლი შეიტანეს, მათ შორის ოსმალეთის იმპერია იყო თურქების მიერ მართული ისლამური სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებდა მექას და მედინას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხო და დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც თურქეთი ძალიან აქტიურად ავითარებს შეიარაღებულ ძალებს და ცდილობს შეკრას ეს სუნიტური ალიანსი. და ამ სუნიტურ ალიანსში ასევე ვხედავთ, რომ მაგალითად სირიაში, როგორც გითხარით, პროცესები უკვე მიდის აქტიურად და ბოლოსკენ დრუზების საკითხი დარჩა. ლიბანის მიმართულებითაც ცდილობენ, რა თქმა უნდა, გარიყონ, ასე ვთქვათ, ირანის გავლენები ლიბანში. პარალელურად ხედავთ, რომ ცდილობენ და ეცდებიან გარიყონ გავლენები კონკრეტულად ასევე ერაყის მიმართულებით. ესეც საინტერესო кейსია, იცით, იმიტომ რომ ერაყში მოსახლეობა, როგორც ლიბანში არის სამ ნაწილად დაყოფილი, ქრისტიანები, სუნიტები და მუსლიმი სუნიტები, მუსლიმი შიიტები. ერაყში არის ძირითადად
სუნიტები და შიიტები. და ეხლა სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დაშლის შემდეგ შიიტები ძალიან აქტიურობენ იქ და ირანის გავლენები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ აქედან გამომდინარე, აი ეს კონცეფტი აშკარად ჩანს, რომ თურქეთს უნდა ერაყშიც საკუთარი გავლენების გაზრდა. იმაზე აღარ საუბრობთ, რომ ამ ალიანსში პოტენციურად შეუძლია ეგვიპტის ჩართვაც. იგივე შეერთებული შტატების დოქტრინას, აი უსაფრთხოების, ანუ დაზვერვის სამსახურის დოქტრინას თუ დავუბრუნდებით, ხედავთ, რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია, ხედავთ, რომ ძმები მუსლიმები, ეს ორგანიზაცია არის ნახსენები როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ოღონდ იცით, რომ მარტო ეგვიპტის და იორდანიის და სირიის განყოფილებები, არა თურქეთის. თუმცა თურქეთი გარკვეულწილად ლიდერი არის ამ პროცესის. თავის დროზე რა მოხდა ეგვიპტეში? რევოლუცია კი არა და სამხედრო გადატრიალება დღევანდელმა მეთაურმა სისიმ რომ მოახდინა, ძმები მუსლიმების წინააღმდეგ იყო. თუმცა ეხლა ხედავთ, რომ ეგვიპტე გარკვეულწილად იხრება აი ამ განშტოებაში, იხრება, მაგრამ ფრთხილად. საკმაოდ რთულ ვითარებაში არის ეგვიპტე, მათ შორის ყურეში შექმნილი ვითარების გამო, ნავთობის ფასები, თავის დროზე გითხარით. არ მხოლოდ ნავთობის ფასი, არამედ საერთოდ მრეწველობა და ასე შემდეგ, ვაჭრობა, ყველაფერი ჩამოკიდებულია იქ აი ამ ლოგისტიკურ ძირითად კავშირებზე, მათ შორის სუეცის არხის ფუნქციონირებაც პირდაპირ კავშირში არის ყურესთან, ძირითადად ყურის რაიონთან და აქედან გამომდინარე ეგვიპტეც შეწუხებულია, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ისრაელი არის ნახსენები ისრაელში მეორე ქვეყანა ირანის შემდეგ, რომელიც საფრთხედ აღიქმება, არის თურქეთი. ანუ ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ ეს სუნიტური გაერთიანება ერთი მხრივ ცდილობს, რომ და თურქეთს ახლა მცდელობა აქვს, რომ ზავი მოამზადოს, ანუ გარკვეულწილად სამშვიდობო პროცესზე წავიდეს ირანის მიმართულებით, იმიტომ რომ მათ არ აწყობთ ირანი ჩამოშლილი პროდასავლური საბოლოო ჯამში. ანუ დაშლა ირანის აწყობთ, რომ ყველამ თავისი წილი მიიღოს. მათ შორის თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც ეკუთვნით იმ გაგებით, რომ 20 მილიონი თურქი ცხოვრობს იქ. მაგრამ სხვა განზომილება არსებობს აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განზომილება უკავშირდება იმას, რომ თუ ირანი პროდასავლური თუ გახდება, ეს სერიოზული პრობლემა იქნება აქეთ სუნიტური ალიანსისთვის. შუაში არის ირანი თურქეთის, საუდის არაბეთის და პაკისტანის. სწორედ ამიტომ თურქეთი ერთი მხრივ ცდილობს, რომ და ეს ქვეყნები ცდილობენ, რომ არ დაუშვან პროდასავლურად რომ გადაიქცეს ირანი, მეორე მხრივ მათ ძლიერი ირანი არ ჭირდებათ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ პრინცი ბინ სალმანი საუდის არაბეთის ახლა ამერიკას მოუწოდებს, რომ არ შეჩერდნენ ომში, იმიტომ რომ ირანი თუ ეხლა ესე გამოვა ომიდან, შეიძლება მალე გაძლიერდეს და ასე თქვათ, საკამაოდ მძიმე ფასი დაუჯდეს ეს მერე არაბულ ქვეყნებს, აი ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს, რომელიც გარკვეულწილად ქოლგას თავაზობს აი პატარა სხვა ქვეყნებს. ამიტომ ფიქრობ, რომ გარკვეულწილად ირანის დასუსტება საკმარისად და გვერდზე წაწევა არის მათი სტრატეგიული გეგმა. იმ ლოგიკაში, რომ ისრაელის თემა ძირითადი უნდა დაუბრუნდეს სწორედ სუნიტურ ქვეყნებს. ანუ მათთვის დაუშვებელია, რომ ირანი გახდეს ესეთი ლიდერის პოზიციის მქონე და აქ ჩდება უკვე აქტიური დაახლოება თურქეთის, საუდის არაბეთის და პაკისტანის. ერთი მხრივ ეს არის თურქეთი, რომელსაც გააჩნია სამხედრო მრეწველობა და ფუნდამენტი, მათ შორის გასასვლელი კონკრეტულად ისრაელზე, ეს არის რა თქმა უნდა გასასვლელი კონკრეტულად ჰოლანდიის მაღლობლებზე და აქ უკვე ჩდება ასეთი ფაქტორი. ჯულანი, ანუ შარა სირიის პრეზიდენტი, წარმოშობით ჯულანი, იმიტომ არის, რომ ჰოლანდიიდან არის, ჰოლანდიის მაღლობლებიდან. თეორიულად შეიძლება მოხდეს ესეთი მდგომარეობა, რომ უკვე სამომავლოდ ჩვენ სტრატეგიულად გამიხილავთ დღეს სუნიტური ქვეყნები ირანის საკითხის გვერდზე გაწევის შემდეგ, რა ფორმატში ეს ცალკე თემაა, როგორ მოხდება, აიღებენ ლიდერობას სწორედ ისრაელის წინააღმდეგ და პალესტინის საკითხზე ბრჭყალებში, ანუ აი ესეთი იდეის ლოგიკის ფარგლებში, სადაც უნდა იყოს სამკონტურიანი თანამშრომლობა. ერთი არის კონკრეტულად თურქეთი, რომელიც სამხედრო მრეწველობას ქმნის ნეო-ოსმანური იდეები გააჩნია და ცდილობს გავიდეს კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიაში,
ამის ორი გზა არის მათ შორის. ერთი არის საქართველოს, მეორე არის სომხეთზე, რომელიც იქნება ტრიპი და უკავშირდება აზერბაიჯანს, შემდეგ ცენტრალურ აზიას და ქმნის თურქულ კავშირს. არსებობს ეს სცენარი, ეს ორგანიზაცია უკვე არსებობს, ქვია მას თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელშიც შედიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ამას ემატება კიდევ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპირებული ნაწილი და უნგრეთი, რომელიც რაც უკავშირდება, თავს აკავშირებს თურქულ, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობასთან გარკვეულწილად. თულად თურქული სახელმწიფო ნამდვილად არ არის. და ეს არის თურქული კავშირის იდეა. მეორე მხრივ ეს არის საუდის არაბეთის მიერ გავლენების გაზრდა არაბულ სამყაროში და ამის მცდელობა. აქ უნდა მრავალკონტურიანი თანამშრომლობა იყოს, იმიტომ რომ გაერთიანებული არაბული საამიროები გასაგებია, რომ იქ კონკურენტი არიან და ისრაელთან უფრო ახლოს არიან გაცილებით. მეორე მხრივ ეგვიპტე ფრთხილობს, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული კონტურის შექმნა და განსაკუთრებით კატარი, რა თქმა უნდა, აქედან ეს არის ფინანსური, თუმცა ახლა გაუჭირდება კატარს ირანმა დაბომბა მათი გაზის ძირითადი ეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში და ნავთობის მიმართულებითაც კრიზისი იქნება, მაგრამ ეს არის ფინანსური მდგენელი და მესამე ეს არის ბირთვული იარაღი პაკისტანის. პაკისტანი არის ერთადერთი ისლამური ქვეყანა ბირთვული იარაღით. და საბოლოო ჯამში ამ სუნიტურ შეკვრას შეუძლია მათ შორის ჰქონდეს ფიზიკური დაპირისპირება ისრაელთან. შეიძლება პირდაპირი არა, პროქსი ძალების მეშვეობით. ბოლოს და ბოლოს არ დაგვაუწყდეს, რომ ირანიც სწორედ პირდაპირ დაპირისპირებას ერიდებოდა და ძირითადად პროქსი ძალებს იყენებდა, მათ შორის ლიბანში ჰეზბოლას, იემენში ჰუსიტებს, სირიაში თავის დროზე ნაკლებად, მაგრამ მაინც ასადის ხელისუფლებას, ერაყში მათ შორის აქტიურად, ესე იგი, კონკრეტულად ეს ჰეზბოლა რაც არის, ოღონდ ერაყში რა, ანუ იქ თავისი დაჯგუფებები რაც აქვს შიიტური, მოკლედ ერაყში. საბოლოო ჯამში ეს კონტური ჩვენთვის უნდა გასაგები იყოს, როგორია და ამ კონტურში თურქეთი ცდილობს გაძლიერებას და თურქეთი ცდილობს საკუთარი მრეწველობის ჩამოყალიბებას, ძირითადად სამხედროს. სწორედ ამიტომ ჩვენ ხედავთ საუდის არაბეთთანაც აქტიურ თანამშრომლობას მეხუთე თაობის თვითმფრინავის კონტექსტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და დღის წესრიგში არის და რომელიც კიდევ უფრო გაგრძელდება და ეს საკითხი არის საკმაოდ აქტუალური. ამას ასევე ემატება ის ფაქტორი, რომ ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მიდგომებს, მათ შორის არაბულ სამყაროში და ისლამურ სამყაროში, მაგრამ ყველასთვის პრიორიტეტულია, რომ შიიტებს არ ქონდეთ ეს უპირატესობა. მეორე მხრივ, ისრაელის საკითხი, რა თქმა უნდა, საკვანძოა. ისრაელი არის ხელის შემშლელი იქ დიდი პროექტების, ოსმალეთის იმპერიის აღდგენის გეგმის, არაბული 24 ქვეყნის სახმელეთო გაერთიანების და გარკვეულწილად არაბული ნაციონალიზმის. ისრაელი აღკვეთის მექანიზმია არაბული ნაციონალიზმის, ისლამური სახელმწიფოს ერთიანი ფორმატის, სახალიფოს აღდგენის, მოკლედ საკმაოდ ბევრი პროცესის. ეს ყველაფერი არის ნამდვილად ბევრი რისკის მატარებელი და არც ისე შორს ჩვენი სამეზობლოდან, ჩვენი რეგიონიდან. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ რა თქმა უნდა აქ შეერთებული შტატების პოზიციები ძალიან მკაფიოდ არის და ის ფაქტი, რომ პაკისტანი არის დასახელებული უკვე როგორც პოტენციური საფრთხე აი ამ დოკუმენტში, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან აქტიურად ააშკარავებს შემდეგ დაპირისპირების კონტურებს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, მე არანაირ სპეკულაციას არ დავიწყებ, ეს შემდეგი კონტური როდის იქნება. ეს საუბარია თეორიულ პერსპექტიულ სცენარზე. ახლა ეს პერსპექტიული სცენარი დაიწყება რამდენიმე თვეში, თუ რამდენიმე წელიწადში, თუ რამდენიმე ათწლეულში, ეს უკვე სხვა საკითხი არის. შენ აანალიზებ მოვლენებს იმ კონკრეტულ სიტუაციაში. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი აი ასეთი გეგმის მიხედვით გარკვეულწილად მოძრაობს
და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული ეხლა აი ამ პროცესებში, ანუ ჩვენ არ ვხედავთ ისრაელის მიმართ ეხლა შანსის გამოყენების მცდელობას თურქეთის მიერ, აი ამ შანსის. ერთი მხრივ რომ ეს იქნებოდა დახმარება ირანისთვის, რომელიც თავს გმირად მიიჩნევს ეხლა ისლამურ სამყაროში, მეორე მხრივ თურქეთის ეკონომიკა მაგალითად არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ლირა 44 ღირს $1 და ეს არის ისტორიული მინიმუმი ლირის ღირებულების, რო დავაზუსტო. თურქული ეკონომიკა გახსოვთ ჩვენ ანალიზი რომ მოვამზადეთ წლის დასაწყისში და იმის ფონზე ირანში რა მოვლენები ხდება, პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ თურქული ეკონომიკა სერიოზული საფრთხის ქვეშ არის იმ ვითარებაში, რომ ნავთობის და გაზის მიწოდების ასეთი ფასების ცვლილება მოხდა. დამოკიდებული არის უცხო აი ამ უცხოურ ინვესტიციებზე, ტურიზმზე და ეს ყველაფერი ასე თუ ისე ახლა მაინც და მაინც თურქეთში დასასვენებლად ახლა წასვლა ბევრს ალბათ არ აქვს გადაწყვეტილი მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად ეს მოქმედებს თურქეთის ტურიზმზე, რომელიც არის შემოსავლების წყარო, მეორე მხრივ გასავალი ძირითადი უცხოური ვალუტის სწორედ ენერგო მატარებლებზე მოდის, რომელთა ფასი ძალიან გაიზარდა და გართულდა ეს პროცედურები. შესაბამისად, ამიტომაც თურქეთი ერთი მხრივ ცდილობს თავშეკავებული იყოს, მეორე მხრივ აშკარად ცდილობს რომ არ ჩამორჩეს ანტიისრაელურ ნარატივებს და ხშირად ჰაკან ფიდანი მაგალითად საუბრობს იმაზე, რომ აგერ ეს თურქეთის ეს ისრაელის პოლიტიკის შედეგია ჩვენ ახლა რასაც ხედავთ რეგიონში და ისრაელის ქმედებები და ასე რომ გმობენ პალესტინაში, ღაზაში, ასე მოკლედ ამ ყველაფერზე თურქეთი ძალიან აქტიურად საუბრობს, რომ არ ჩამორჩეს აი ამ დღის წესრიგს. დღეს დაიწყეს $130 მილიარდი რეზერვები გააჩნია თურქეთს და რეზერვების გამოყენებას გეგმავენ, იმიტომ რომ ვალუტის კურსი ძალიან უფასურდება და ეკონომიკას კიდევ უფრო ნავთობის ფასების ფონზე კიდევ უფრო აწვება და აწვება საკმაოდ სერიოზულად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად ესეთ ფრთხილ დამოკიდებულებას, თუმცა ეს ფრთხილი დამოკიდებულებაც არ არის სამუდამო და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიდეოთი გარკვეულწილად გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ჩამოვაყალიბეთ სუნიტური ქვეყნების ხედვის, სადაც 3-4 ძირითად მოთამაშესთან გვაქვს საქმე თურქეთი, ამას ემატება საუდის არაბეთი, ამას ემატება მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი არის სხვა აზრის და ძმები მუსლიმების სხვა აზრის, ამას ემატება პაკისტანი, სადაც თანხwebdriver არის გაცილებით მეტი, აქ ამას ემატება ეგვიპტე, სადაც ასევე ფრთხილობენ. ამას ემატება თურქული ქვეყნები, მაგრამ აზერბაიჯანი ისრაელთან ძალიან კარგ ურთიერთობებშია და ესეც არ ჯდება თვლად ამ ლოგიკაში. ცენტრალური აზიაც ფრთხილობს, მოკლედ აი ესეთი კონტური არის შექმნილი ახლა და პროქსი ძალები ძირითადად მათ შორის სირიაში, მაგალითად შარა ერთ-ერთი პოტენციური ასეთი პროქსი ძალა შეიძლება იყოს და ჰოლანდის მაღლობლები პოტენციური ფრონტი მომავალში ოდესღაც, თუმცა ეს მომავალი შეიძლება მალეც დადგეს. მოკლედ ვიფიქრე, რომ დღეს საინტერესო იქნებოდა ასეთი სტრატეგიული ანალიზის ჩატარება ამ საკითხზე, სანამ ირანის თემას მიუბრუნდებით. ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ირანის თემაზე შეერთებული შტატების ეს ულტიმატუმი რომ იყო 2 დღიანი, გაწელა ტრამპმა 5 დღით გადადო მოლაპარაკებების გამო, რომელსაც მართავთ. რამდენად მართლა მართავს და არ მართავს, ეს ბუნდოვანი საკითხი არის. აქ სიტყვაზე ვერავის ვერ ენდობი იმ გაგებით, რომ ეს შეიძლება იყოს შიდა აუდიტორიისთვისაც, ეს შეიძლება იყოს დროის მოგებისთვის, ეს 5 დღეც მათ შორის. ახლა ამერიკა თან არის დაკავებული ჯარების გადასროლით რეგიონში, ვისაუბრეთ ამაზე და სახმელეთო ოპერაციის მომზადებაც აშკარა არის და განიხილება კიდევაც კუნძულების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღის წესრიგშია, შესაძლოა აგრძელებენ კეთილი და ბოროტი პოლიციელი სტრატეგიას, პრინციპში ეს სტრატეგია დიდი ხანია გამოიყენება და გამოიყენებოდა თავის დროზეც, მათ შორის აი ამ ომანში მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც იმართებოდა და შეიძლება ახლაც ეს 5 დღიანი გაწელვა მაგას უკავშირდებოდეს. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ირანმა შეიძლება საპასუხო დარტყმები განახორციელოს ენერგეტიკულ, ანუ ნავთობის გაზის კი არა, სხვა
ენერგეტიკის, ანუ ელექტროენერგიის გამომუშავების ინფრასტრუქტურაზე იმუქრება ირანი ამით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს მომზადება ჭირდებათ მათ შორის ამ ქმედებებისთვის. პარალელურად ირანი მზად იქნება თუ არა დათმობებისთვის, ესეც სერიოზული კითხვაა. ამიტომ მე ჯერ არანაირ კონკრეტულ პროგნოზს არ ვაკეთებ ამ ომის შეჩერებასთან დაკავშირებით ან ამ შეთანხმებასთან, რაზეც ახლა საუბარია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის საკმაოდ სარისკო და ეს ყველაფერი იქნება უკვე ხელმისაწვდომი და გასაგები ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში. მე ვიტყვი, რომ სპეკულაციურია ამ მომენტისთვის აქედან რაიმე დასკვნის გამოტანის მცდელობა. ორივე სცენარი რჩება აქტუალური, როგორც პოტენციური გარკვეული შეთანხმება, რომელიც უნდა რა თქმა უნდა მოიცავდეს სრულ მოთხოვნებს ამერიკის, თუ არა მაშინ ამერიკა ამაზე არ წავა, მაგრამ ამ სრულ მოთხოვნებზე ამერიკის ირანი არ წავა და აი აქ არის ჩიხი, აქამდეც ეს ჩიხი აქ იყო და შესაბამისად თუ არავინ არ წავა ამ მოთხოვნებზე, ეს არის დროის გაწელვა უბრალოდ. ეს არის მდგომარეობა ამ მომენტისთვის თვითონ მაყურებლებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ გვავიწყდება არხის, ესე იგი, და ამ ვიდეოს მხარდაჭერა დალაიქებით, კომენტარებით, გამოწერით, გაწევრიანებით და ასე შემდეგ. შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს. ნახვამდის.